მოგესალმებით. დღეს ძალიან კარგი ამინდია. უღრუბლოცა. წრიალა სხვა რა გინდა სხვა. ზიანი დღე. არც ისე ძალიან არცხელა. ცოტა ხნის უკან ვიყავი გარეთ. ერთი პატარა ღრუბელი დავინახე. ხო, მცად უღრუბლო არ ყოფილა. ხო, ნახეთ ამ პაწაწუნა ეზოში რამდენი მანქანა. მთელი თბილისი არის ეგრეთ წოდებული პარკინგი. პეპლები დაფრინავენ, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მაგრამ სადღაცას იკითხებზე. ასეთი ამინდია დღეს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის. ძალიან გამახარეთ, მართლა გულწრფელად. არ მოველოდი მართლა ამდენ კომენტარებს, ამდენ გამოხმაურებას. რა არის იცით, ახლა ძირითადად უმრავლესობა მიწერდით, რომ არ ინერვიულობდა. ამაზე ახლა დაგელაპარაკებით ამ ნერვიულობას საერთოდ ჩემ შემთხვევაში საერთოდ როგორ არის და როგორ ხდება. მოკლედ გადავინაცვლოთ ახლა სამზარეულოში, იმიტომ რომ სოლოჟი უნდა გავაკეთო, მაგისთვის ვიყავი ჩასული რა, ტომატ პასტა არ მქონდა. მოკლედ გადავინაცვლოთ. ვართ ახლა სამზარეულოში. ეს პაწაწუნა ტომატ პასტა მოვიტანე. დამოვიწყდა იმის გათიშვა ეს მოდის თან X-ის ისინი შეტყობინებები. ხო, თვალყურს ვადევნებ ხოლმე მსოფლიოში რა ხდება და X-ზე ძალიან კარგად არის ყველაფერი აღწერილი, დაწერილი, მოკლედ. ხო, ეს პატარა ტომატ პასტა არ ვიცი რო გავხსენი, სუნით არაუშავს რა არის რა ფირმა სიმართლე გითხრათ არ ვიცი ბონასი მე მგონი. ფასაკლებაში იყო ნიკორაში 2.60 ვიყიდე ეს პაწაწუნა კილა. მაგრამ ახლა ორს ადგილზე დავისუფლად მეყოფას უყვარს ძალიან ტომატის წვენის დალევა. ყავა უკვე მოვიდუღე. ხო, რა უნდა მეთქვა, თან მოდით საქმე და თან მოგიყვებით. ხო, ახლა გავთლი კარტოფილს. ამ კატებს რა ვუყო? აბა გადით ახლა აქედან, ჩქარა გადით. გადი აქედან. და კი არ გავა ახლა ეს. გადი, წადი, ჩქარა. მოკლედ რა, როდის მოვსპობ ამას. არა, პრინციპში შემიძლია დიდი ბალონი დავტენო და ეს შევინახო და იმაზე მაქვს მიერთებული რა, ეს დიდი ბალონი ჩვეულებრივ ჩაშენებულ გაზღურაზე და მაგრამ რა არის იცით, ამ გაზღურებს აქვს ეს ბუნებრივი აირისთვის არის და უფრო დიდი ნასურვეტები აქვს და მალე იხარჯება. საერთოდ ადრე გადაყავდათ ხოლმე, სპეციალურად აპატარავებდნენ, რომ ბევრი გაზი არ დახარჯულიყო და ჩვეულებრივ ხმარობდნენ რა, ესე მე მახსოვს სოფელში მქონდა ესე. ხო და ახლა ეს ერთი ბალონი არ ვიცი დაახლოებით სრულად რო დავტენო, ხო? სადღაც 2 თვე კი მეყოფა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დიდად ბევრს არაფერს ვამზადებთ, მაგრამ მაინც ახლა რატო უნდა დაიხარჯოს უფრო სწრაფად. მოლოდინი მაქვს ბუნებრივი გაზიც გვექნება მალე. ხო, ესე იგი წყენაც რაც შეეხება. მოდით თან გავთვლით, თან პარკს ავიღეთ, მე პატარა პარკში მოვყარო ნამსხვრენები. მე პარკებიც დამიმთავრდა როგორც ჩანს, პატარა პარკები და სადმოგვიყი ახლა. ცოტა მაკარონი დამიტოვია, რატო დავტოვე, არ ვიცი. ყავას დავლევ. მოკლედ, წყენა მეთქი. ხო, წყენა და ისა რა ქვია, ნერვიულობა. გადაჯაჭვულია ერთმანეთზე რა. როცა წინს რამე
აი ადამიანისგან როცა რაიმე გწყინს, აი მაშინ ნერვიულობ. ადამიანს, რომელსაც არ იცნობ და გაყენებს შეურაცხყოფას, გაბულინგებს, როგორც ქვია, ხო? ბუნებრივია იმისგან ახლა არც არაფერი გეწყინება და არც ინერვიულებ, ლოგიკურია. არ ინერვიულებ, ანუ ეს გრძნობა, ნერვიულობა პირდაპირ კავშირში არის წყენასთან. ანუ როცა რაღაცა გწყინს. ხო და შესაბამისად, იმიტომ ვთქვი, რომ მე გავბრაზდი უფრო მეთქი, ანუ გაბრაზება კიდე სხვა ემოციაა. აი ისეთი მაგალითად აფექტურ მდგომარეობაში აი იქვე რომ მდგარიყო ჩემთან ახლოს, რომ წაახრჩო. აი ესეთი ის არის რა დაახლოებით გაბრაზება. ხო და ასე რომ თქვენ მაგაზე არიდარდოთ, მე ანუ არიდარდოთ რას ვიძახი. არც იფიქროთ მაგაზე, ეს არ იყო არც წყენა და არც ნერვიულობა, ხო? ხო და ესე არაუშავს ყველა თავისას მიიღებს ადრე თუ გვიან. ხო და ეს პატარა კარტოფილებს რა ვუყო არ ვიცი. მინდა ესეც გამოვიყენო. ამას ის პაწაწუნები რომ ვიყიდე ვარად. ის იყო რა ქვია. ანუ რომ გავრეცხე. ახალი კარტოფილი ცოტათი რომ მოძველდება რა, ეგ ვარიანტია რა. ხო არაუშავს. ადრე გაჭირვების დროს რამდენი მიყიდია ესეთი წვრილი კარტოფილი და თლიდი კიდევაც და ისეც ვხარშავდი და მოკლედ კარტოფილია რა, უბრალოდ პატარაა. ხო. ვიყავი ახლა გასული, ის რა ქვია, ნახშირი არ მქონდა კიდე აქ ჩვენთან წინ ყიდის ხოლმე ქალი, სანთლებს, ნახშირს, საკმენველს, რაღაც ხატებს და რა მოკლედ ხო და თან ესა ორ კურდღელს რო მოკლავ რა, ეგეთი ვარიანტა. ისე ცუდი გამოაქვს. ორ კურდღელს ჯობია დაიჭირო. მოკლა ცუდი რაღაცა. სოსო დამცინის, მოკლედ იქ ნოუთბუქთან მაგდაზე პატარა ჭიანჭველები დარბიან და რაღაცნაირად, არ ვანადგურებ. ხო, და აქეთ პირიქით ვაჭმევ ხოლმე. ხო და სოსო ხუბრობით რა, მოდის ხოლმე და ეხლა დავაჭეროთ იცო და რას ამბობ მეთქი, ესა მანერვიულებ ახლა მეთქი რაღაცა და ბოლო ახლა ხუმრობს რა თქმა უნდა. ხო და თან მიყვარს ჭიანჭველებს რომ ვაკვირდები რა, როგორ ორგანიზებულად მოქმედებენ. ძალიან საყვარელი აქცევები არიან ჩემი აზრით, რა ვიცი. ხო და ეს რა ქვია, ერთ იმაში წკრივში რამოდენიმე ჭიანჭველა, ესე 4-5 ჭიანჭველა იქნებოდა, ეს ერთ წკრივში ისე ლამაზად მიდიოდნენ, თან მერე უხვევდნენ ეს ერთად ესე დადიოდნენ მატარებელივით. ხო და თან კიდე აი ის თითქოს ერთმანეთს უთანხმდებიან, რაც დიდი იყო ნამცეცი და ვერ ერეოდნენ და რაღაცა თითქოს ერთმანეთში საუბრობდნენ, მერე სხვები მოიყვანეს. მოკლედ ძალიან საინტერესოა. ადრე ნიკას უნდოდა პატარა რო იყო ესა ჭიანჭველების ის რა ქვია, იყიდება რა, მოკლედ სადღაც იმაში საიტებზე რა. მურავეინიკი რუსულად რა და რაღაცები მოყვება, მოკლედ შუშა წინ და შიგნით ქვიშა და ეს მთელი სისტემა აქვს რა იქ რა ქვია იმას. ხო რა, ჭიანჭველების ბუდე რა, ოღონდ ისე ჩარჩოში და იმაშია გაკეთებულია რა. ხო. და ესეთი ამბები. ისე გამიკვირდა ახლა ნიკორაში რომ შევედი, აქ ჩვენთან არის ნიკორა. იმდენი ხალხი იყო.
საერთოდ ზოგადად არ არის ხოლმე მან ბევრი ხალხი და იმ ხელა რიგში ვიდექი აი ერთი პაწაწუნა ტომატ პასტის გამო. მე მგონი ერთ კარტოფილს კიდე გავთლი. მაშინ მომიწევს კიდე დღეს კარტოფილის ყიდვა. დროს სოსოს ხვალისთვის დავუტოვო. შეიწვას თუ მოუნდება. არის ხოლმე რომ გამზადებულ საჭმელს რო ვუტოვებ იმას ხანდახან არ ჭამს ხოლმე და თვითონ იგონებს რაღაცებს და ამზადებს და კვერცხი არის, ასე რომ ხა გამახსენდა ჩვენ ბავშვობაში სოფელში რო ვიყავით წასულები, მამა მუშაობდა, მამა ჩემი და მამას არასოდეს არ ვეძახდი, ვეძახდი მამიკოს. ნუ ჩემი მამიკო მუშაობდა და თავისთავად ხა თბილისში იყო, ჩვენ სოფელში ვიყავით და საჭმელი ხომ უნდა ეჭამა. სულ კვერცხი იტუვოდა და კვერცხი იწვავდა ხოლმე. ხოდა ჩამოგვაკითხა რა სოფელში და მალეო კაკანს დავიწყებო. ისეთი ამბები. მე მგონია ყოფა. დამჩენია ხამს საჭმელი. არ მიყვარს ეს რაღაცა წერტილები რო აქვს. ასე საფრთხეები. კიდე ხოდა პატარაა. ჩაიშლება. ნორმალურია, იმას ვიყვარებს დავტოვებ, როგორც არის. всё, საკმარისია. წვანილები მაქვს, მგონი, ნახოთ აბა. დავიწყე საჭმლის გაკეთება და არ ვიცი წვანილები მაქვს და ისე პრინციპში ახლოს არის ჩვენთან აქ ბაზარის და ყველაფერი, მაგრამ так, წვანილები კი არის. ციცაკაც არის, მაგრამ ცოტა ამ წვანილები, ნუ არა უშავს. რაც არის სუნელებსაც დავუკეთებ. კიდე რა უნდა მაგას? ხო, თავისთავად ეს დავაბასტურმე. მოდით ცოტა სავიღებ და ცოტა შევინახავ, სოსოს წვადებს გავუკეთებ. ხო, დავჭრი ამას. ქვაბი მინდა, წყალი მინდა. წყალი იყოს მოშებული. რა კაი ქვაბი, ნუ სიამოვნებო. ვერ მივედი ჯერ ქვაბის ყიდვამდე, ვერ მივახციე. აი, როცა კარგი ჭურჭელი გაქვს და მე ერთი მაქვს, კარგი შემიძლია ვთქვა. ოღონდ ის არის სპეციალური განსხურების რო არა, მაგნიტით იმუშება. ცოტა წყალს ჩავასხავებ აქ. ესე იგი, ჯერ ისედაც რომ მქონდა ციკები საერთოდ ხელების გადაბანაზე ყოველთვის. ხო და კოვიდის მერე ხო და უფრო გამიმძაფრდა. სხვათა შორის რომ დავუკვირდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. აი ძალიან. იმიტომ რომ ძირითადად ყველა ინფექცია თუ რაც ქვია რა, მოკლედ სიბინძურე და რაცა ხელებიდან მოდის. რამდენ რაღაცას ვეხებით, ხო? ხო და მოდით ახლა ეს დავჭრათ. მომიცუცქდა აქ.
ხორცის ისა რა ქვია მუშტარი თუ როგორ კლიენტს ან მუშტარი აბა შემისწორეთ მუშტარი ერქვა კლიენტს ანუ მუშტარი რაღაცა ესეთი მახსოვს ბავშვობიდან მუშტარი შო საკმარისია მომსამდენ ახცაც ავიღებ დამჭეს იმაზე რა ქვია ღუმელში შევწვი მწვადი სეტკაზე და ქვემოდან ჟარონა დავუდე რომ ნაღვენთები თუ რაც ქვია შო ამას ისე შევდგავ სხვათა შორის ქათმის ხორცაც იგივეს ვუკეთებ და ძალიან გემრიელი გამოდის აჯაბსანდალი ძალიან მოიწონა სოფოს შემოგაკეთებული აჯაბსანდალი სხვათა შორის დედაჩემი აკეთებს იმას როგორ აჯაბსანდალს იცით კარტოფილით და ესეთი ცოტა უფრო წვნიანივით აი ოდნავ სველი რო არა მოკლედ და მე მიყვარს ზეთში ანუ ეხლა თან ვისწავლე ცოტა რაღაცები ლაიფჰაკები ჯერ უნდა გამოაცხო ბოსტნეული ანუ ბადრიჯანი და ისა ბულგარული და მე დანარჩენი რა პროცედურები ანუ ზეთში რო კეთდება რა და სხვათა შორის აი რო იფიქრებ ძალიან ცხიმიანი არ გამოდის ძალიან ცხიმიანი ძალიან კაი გამოდის მოდი თან ამასაც ამოვიღებ ой ისა ფინძი სულ დამიხარჯა ой არა უშავს ой იმას ვიდეოს უისავართ მე იმდენი ვთქვი ой ხოდა ეს იმას მიქნია რა ქვია კინძი დამიხარჯია ბოლომდე ცოცხალი კინძი და ამიტომ ოხრახუში მაქვს ცოტა რეჰანი მაქვს ამას გავუკეთებ და ხმელ კინძს რა პრობლემაა რა ხდება აქ ჩემო ეს პარტი უნდა გადავაგდო ერთ ციცაკასაც გავუკეთებ სხვათა შორის საშუალო სიმწარის არის ეს ციცაკა ნაგავი ამას გადავაგდებ და ის შეიძლება გუშინ წინ ჩემთან რომ ვიყავი გზად ის ვიყიდე კიტრი გაიაფთა კიტრი ძალიან კაია მიყვარს ზაფხულში კიტრი პომიდორი განსაკუთრებით პომიდორი მაგრამ გემრიელი პომიდორი აი მე ესე ჩემო მეზობელმა მოიცადეთ მარნეული ის თუ იქავთ რა სოფელი რაღაცა და ოჯახის პომიდორი მოგვაწოდა მეგობრებო აი ბავშვობის ის გამახსენდა რა გემრიელი იყო ის პომიდორი ეხლა ხო ყველაფერს წამლავენ ყველაფერიც ის ხდება მოკლედ რა დამუშავება და ისეთი გემოწარა ადგა თვითონ ისიც პომიდორები ისე არ ვარ და ატარები იყო მაგრამ აი უგემრიელესი აი მოტკბო რაღაცა ის პომიდორის გემო იგრძნობოდა გადავედი მარნეულში ხო ნუ საერთოდ ესეა რა ეხლა ოჯახისთვის ცალკე სამწუხაროდ ხო ნუ გასაყიდად სხვა სიდიან ხოლმე და ამიტომ თუ ნაცნობი არ ყავს იქ და თუ არ იცი და მოკლედ ესეა ძირები ძვის მოაწალე პატარა კონა იყო პატეწონები ახლა მას აქტივდი პატარა ვამბაქსე
ოხრახუშიც და ხალხამთაფური. როგორ მეზარება ხომ ხო წარმოდგენა არა გაქვს. ძალიან და ვცდილობ ხოლმე არ ვიფიქრო წინასწარ, როგორც ადრე თქვი ვიდეოში, რომ წინასწარ რო იწყებ ფიქრს, უფრო იხლები, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ არ ვიფიქრო. ახლა ამას დიდი თავსახური იმას დავახურე, თუსაც წავიღე. თიწამი. არა, პირას. ვადუქდეს ცოტა ცხარა. ას მოკეთე. ჩავაქრე. ცხელს რომ კიდე ფონე სოცო მეუბნება ესო რა ქვია. შენ ადამიანი არ ხარო. ხო ეს ისა მაია მაჩხაპინა პლანჭანკაროა ფილმი. იქ თუ გახსოვთ კიმ ბესინჯერი დუღარე კვერცხებს რო იღებს ვითომ ქვაბიდან. ეგეთი არის. ხო და ეს არის რომ არ ვიქო. სოსოს უყვარს ცივიყავა. ბოდიში. ხო და ეს ეხლა ის წამოდუხდეს კი არ უნდა ადუღდეს და მთელი ამბავი მე ამ კარტოფილს შავყრი ვიდაფნა არ დამავიწყდეს დაფნა მაგაც რეცხი ზუსტამიორდა სხვათა შორის დაფნა საფულეში ძალიან კარგი არ ამყოფილა რა მე ხანდახან მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცები ხა არ ვიცი ძალიან მჯერას თემა ცოტა ისეთი ისა მაგრამ მოგონი სამიყოფა ხო და ერთსაც გავუშვებ იმაში საფულეში ცივი წყალი დავლიე და ცოტა მახველებს თან ეს ყავაც ჩხაპნის ყელს მოკლედ ლამას ფოთოლს ვეძებ საფულეში ჩავდებ ძველი ხალხის გადმოცემებით ესეთი რაღაცებს ხო აკეთებდნენ ჩვენ წინაპრები მაგალითად სახლის კარებთან მარილის დაყრა ენერგეტიკა ცუდი ენერგეტიკა არ შემოვიდეს ოჯახში და ის რა ქვია სოზომ დაინახა და რა არისო ეს მოჩვენებების საწინააღმდეგოდ არისო ეს თუ იცით სერიალი სუპერნატურალი ანუ ზებუნებრივი დინდა სემ ვინჩესტერები რო არიან იქ ხო არის ეს სულების საწინააღმდეგოდ მარილს რო ყრიან ხოლმე და ანუ რა არისო ეს სულების მოჩვენებების საწინააღმდეგო არისო ხო და ნუ ესე ვიცი ხოლმე ხანდახან ესეთ რაღაცებს ვაკეთებ და მეც გაგიზიარებთ ხოლმე რაც ისეთი საინტერესო იქნება ხო დარჩენი ახლა ბევრი ისეთი არაფერი თავარი არის ღმერთის რწმენა ახლა არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენად არის კავშირში მიხვდით ხო მაგრამ ძველი ხალხის ისინი რა მიყვარს რატომღაც რა ვიცი კაფე უნდა მოხადო ის არა მაქვს ხია
ისე წავიღო, რაღაცაში მინდა გადმოვიღო. დღეს ვანდა უნდა მოვიდეს. და გუშინ ჩემმა მეზობელმა ფეხსაცმელები, ქვეყანა ფეხსაცმელები გადმოიღო. ისო რა ქვია, მაგას ხო სხვა ზომა აქვს, ეხლა ფეხი ჩემი ზომა არ აქვს, თორე მარტო ერთი ცალი მომერგო, ანუ ჩამეტია, ეხლა მაცვია ამ წამს. ეს ასე. არ ვიცი როგორ დაჩვენოთ. მოკლედ მე მგონია გავიხადოთ და ისე გაჩვენოთ. არაფერი ისეთი, უბრალოდ აი ეს ყოველდღიურ საჯლიგინოს ვეძახი ხოლმე. სწრაფად სასიარულო, აი ესეთი ტაპკებია რა მოკლედ. ხო და ეს კიდე მომერგო. მე მაქვს 38 ფეხი ზომა და ეს არის ელასტიური დროფია, რეზინა როა რა, რეზინა კი არა, რეზინა ნაჭიერი. სტრეიჩ. ხო. ой, ესენი გავრიცხო. კი ამას დაფნა. დაფნა საერთოდ ძალიან კაი მცენარეა. მაგრამ მე დაფნიან წყალს ვერ ვსვავ. ვერ წყელისთვის, ვერ ვერაფრისთვის. რაღაცნაირად არ მხდის კარგად. ისიც ასე. ჩავყაროთ ახლა უკვე კარტოფილიც. ხავს და ასე რა ქვია, ტომატს ცალკე მოვხარშავ დაბალ ცეცხლზე. კარგა ხანი, როგორც მასწავლეს. რაღაცა ხმები ისმის. ხმები ვერ გავიგე. ესეც ასე, ეხლა მოიხარშოს ეს. და ეხლა ცოტა ხნით დაგემშვიდობებით. ყავა უკვე დავლეის კი არა, ნალექიც მივაყოლე და იმიტომ ხელზე მომედო ესე მახველებდა. კიდე პორცია ნალექი. სხვათა შორის ვიცი, ბევრი სახეზე იწმევს ამ ნალექს, სახეზე კი არა, ტანზეც აგროვებენ და ბანაობის დროს იწმევენ. ხო, ისა მართლა ვისაც აიხა ჩემ ასაკში, მით უმეტესად ჩემზე მეტ ასაკში წონის კლებასთან დაკავშირებით, ვინც იკლებთ წონას. ეხლა ვიღაცა გაღიზიანდება, ვიცი. სილამაზისთვის თუ ჯანმრთელობისთვის არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად წონას რო იკლებთ და თუ დიდი ხანი იყავით იმ სრულ წონაში და დაიკელით, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ფიზიკურად ანუ მოიყვანოთ წყობში. მაგალითად, ეხლა მე დიდი ხანი არ ვიყავი ესეთ წონაზე, ანუ მომატებულზე. მაგრამ მაინც მესაჭიროება აი აქ ეს ადგილები. ეხლა მე მკვრივი მაქვს უფრო ძალიან. აი ესეთი ვარჯიშებია, როგორ გითხრათ, აი მაგალითად ხო ეს აღარ არის მძიმე. შენ ცოტა გადარჭა. რაიმე მძიმე ესეთი ბოთლები, წყლიანი ბოთლები ან განტელები თუ გაქვთ, აიღეთ და უკან აი ესე ივარჯიშეთ ხოლმე სახში, როცა იქნებით დღეში. სხვათა შორის ეს ვარჯიში მარტო ამას კი არა, მუცლის პრესსაც ავარჯიშებს. მაგათ ისე როგორც ყოფილი სპორტსმენი, პატარ-პატარა ესეთ იმებს გავაკეთებ ხოლმე რა. სავარჯიშოებზე ვილაპარაკებ და პასიური ვარჯიშები, რომელიც მარტივი შესაძლებელია და არაფერ ძალისხმევას არ მოითხოვს, ძალისხმევა მე მაქვს სამსახურში.
გაქაფური და ესე წუწუით ესე სახეს უსველი მაქვს ესე დილას ანუ რომ ვიწყებ საქმის კეთებას აი სულ ესე წუწუით მომდის წყალი თვითონ შემაწესო ხო და სულ აი თან ფეხზე დგომა თან ხო კიბეები დაიმახსოვრეთ კიბეები არის მთავარი წონის კლების პირველი მოკლედ ადით ჩადით კიბებზე ხშირად ადით ჩადით აი ეს არის რაც სერიოზულად უწყობს ხელს დროზე დაიკლოთ წონაში ჯანმრთელად რა თქმა უნდა ოღონდ ეხლა ვისაც რაღაცა ის გულის პრობლემა თუ აქვს და რაღაცა კარდიო დატვირთვა მაინდა-მაინც არ არის მიზანშეწონილი ისე რომ აი ძალიან არ უნდა დაიღალოთ რა მოკლედ ეტაპობრივად ნელ-ნელა ხო კარგით აბა მე გავთიშავ ახლა და მოკლედ დროებით მე მეგონა ფოტოს იღებ მე ცუდ ადგილზე ვიღებთ ვიდეოს მე მეგონა სურათი მაინც გამოვიყვანეს ოსო როგორც იქნა აი როგორ გამოიყურება ჩემი ქალაქი ჩვენ ხუმრობს ეხლა ჩემთან ხომ მივდივართ ხოლმე არა გამოდივარ ხოლმე არ გვეჭირა ხო ნუ ერთი კვირა ხარ და კიდე დაემატება ანუ და ეს იმის ბრალია რომ ექიმა პირველივე ვიზიტის დროს არ მომისმინო ფილტვები ასე რომ არ ვიცი რომელ ადგილზე ვარ სოფლიოში ქვეყნებს შორის ძალიან სამწუხაროა ძალიან კიდევ კაი რომ ესპანეთის დაზღვევის ექიმია და ხალხას არის თორე მაგრამ ასლარს გადაიხდი ვიზიტი ასილარი შედეგით გამოგვიდეთ აი შევედით ახლა ჩვენ ლიბრეში აი აქ 24 საათიანი ლიბრე გვაქვს აი აქედან ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული ცა დღისით არის ხოლმე თეთრი ფუმფულა ქათქათ აღრუბლები აი ქაფივით არ ვიცი აი ძალიან თეთრი და ეხლა ნახეთ რა იდუმალებით მოცულია თან იქ არის რა ქვია მას საქართველოს პოსტის ლოგო ახლა ვერ გაიაროს ავტობუსმა აი შეხედეთ არ ვიცი რამდენად გადმოსცემს მაგრამ რეალურად არის აი არ ვიცი ძალიან ლამაზი ცდები ახლა ცოტა ფოკუსირება გავაკეთო გააკეთა და მოკლედ აი ესეთი ლამაზია ყოველთვის აქეთ მხარეს ცა მოგწონს სო? რა ცა ნორმალია ნუ სასწრაფო ყველაფერი ნორმალია ამოვედით მეთქი ცოტა გავიგრძელოთ გზა მეთქი სასწრაფოები მოდი გავაცილოთ რანდა მეთქი რომ გოდმე გარეთ გამეყვანა მოკლედ სოსოს არ აქვს ხოლმე დიდად ესეთი ხარისი გარეთ სიარულის თუ რაღაცით დავაინტერესებთ მაგრამ რაღაცით დაინტერესებას მანი შედება და ამიტომ აი ესე ცოტა ვეშმაკობ ხოლმე ნუ აბრახუნე ხო გისმენ არა ერთი წამით შენ დაპაუზდი ერთი წუთი ნუ აბრახუნე თქო კარებზე არის დაკიდული ისა ჩოთქიროა ის თან ორი ფლეიმის ვანდას ჰქონდა და პატარა მოტყდასავით და იჩხაპნებაო და მეთქი მომეცი მე მაჩუქეთქო და მე გავაკეთებ ხო ანუ გამოვასწორებ და მე ვიხბარ ძალიან მიყვარს ზურგის ჩოთქები როა ორი ფლეიმის გემახსოვრებად დიდები იყო ეს ორი პური მომვიტანე ეს პრემიუმ ხარისხის საჩუქარი ძალიან კაი პურია მგონი საფუარის გარეშეა რა ვიცი გემოზე ეგეთი ის აქვს ეფექტი ხო და ეს აქ და ეს იყო ფასდაკლებაში აი რო არ მეყიდათ ან მე ხო თქვი რომ თავდება თქო ეს უკვე ცოტა ჩატეა უკვე ჩინთ არის ძალიან ცოტა დარჩენილი ნუ სადღაც ერთი რამოდენიმე გარეცხვა აი ვერ დავუმატე და ლიბრეს ქონდა თავისი რაღაცა ესეთი ეს უფრო მეტია მე მგონი
ხო, მეტია, 5 ლიტრაა ესა. აი ესეთი. ფლორა ქვია. ესეც ფერადი. ჯანმრთელობა. ესეც ფერადი იმისია, სარიცხვის და ნახოთ აბა როგორ გარიცხავს. სუნი კარგია, ანუ ნორმალური. ხო და იყოს ახლა ეს დიდი ხანი მეყოფა და პარკი ნაგვისთვის ესეც ასე კრამიდებს სათვალეები აი ეს პატარა ჩანთა მაშინ იმაქვს ხოლმე როცა ჯიბეში რო არ ჩაგეტევა რაღაცეები და რო ცდილობ რომ ну აი ამაში რა უნდა ჩაეტიოს მობილური თქვათ სათვალე და ეს რაღაცები რა და ძალიან მიყვარს მე საერთოდ პატარა ჩანთები მიყვარს მაგრამ როცა რაღაცა გაქვს სატარებელი მნიშვნელოვანი აუცილებელი და რაღაც ეგეთები მაგალითად ჩემი თანამშრომლებს ხშირად ესაჭიროებათ ხოლმე წნევის აპარატი და სახლიდან ახლა წარამაა ჩამოვიტანო ესე ვერა ამიტომ პარკით მიმაქვს ხოლმე რა ანუ ჩანთაშიც არ ეტევა ხო ამას ჩამოვიკიდებ ახლა მოგვა სიცოცხლე ბირას უყურებ უი ხო მართლა ეს უნდა გაჩვენოთ ახლა ვერ მოვა თამუნამ გუში რაღაცები მაჩუქა და ერთ-ერთი არის ესეთი ზურგჩანთა მეგობრებო ნახეთ რა საყვარელი სულ ახალია მე ზურგჩანთებს ვერ ხმარობ და აი ესეთი ზურგჩანთა არც ება გავიკეთოთ ერთად ვნახოთ როგორი იქნება მე თუ ჩემროცა არასწორად გავყავი ხო დამიგრიხა აი ასე საერთოდ მიყვარს ზურგჩანთები მაგრამ ესეთი მხოლოდ ერთხელ ვიხმარე ტყავის მაქვს ძალიან ზედმეტად გოგოშკურია ამას ის სპორტული ზურგჩანთა ანუ ეს ჯობია ну ალბათ შეიძლება ესე იხმარო ცალმხარზე უფრო ესე ძავა ну ესე კიდე არა უშავს ხო და ძალიან მომეწონა რა მოკლედ კაი ზურგჩანთაა და კიდე რაღაცა ჩანთები კიდე ხო შარვალი მაჩუქა კიდე მოიწოდეთ კიდე რა ხო არ ვიცი მგონი გითხარით ხო ფეხსაცმელები დედა ჩემისთვის და მოკლედ გავატანე ვანდას ხო კი გითხარით სკლეროზი დამეწყო და ეს ფეხსაცმელი გაჩვენეთ ეს ანუ რაც მომერგო მე ხო ისინი არ მიჩვენებიათ ხანთვის კარგებია კარგი ხარისხიანი სხვა შორის ძალიან გემოვნებიანია თვითონ ჩემი მეზობელი თვითონ ესეთი სტილი აქვს როგორც მე ანუ სპორტული ბებრული არა ბებრული სტილი არ აქვს ანუ ფოფოდია კაბებს და ესეთ რაღაცებს არ ხმარობს უყვარს სპორტულ სტილზე ჩაცმა და ტანიც აძლევს რა თქმა უნდა მის საშუალებას ხო კარგით აბა ამაზე დავასრულებ ვიდეოს რომ ძალიან გრძელი გამოვიდა მგონი და ხვალ სამსახურში მივდივარ დილას დილიდან ღამემდე მოვალ დაღლილი დაღეჭილი არ ვიცი ჩავწერ არ ჩავწერ ვერ გეტყვით ნახოთ წინასწარ არ ვიცი ხანდახან არის რომ ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე ამინდიც ხელს უწყობს ხოლმე ყველაფერ ამას და ხანდახან არის რომ კიდევ მაქვს ენერგია რომ ვიდეო ჩავწერო ხოლმე ხო და ნახოთ რა იქნება ხვალინდელი დღე რაც მომიტანს კარგით აბა დროებით და ხო მოკლედ კიდე რაღაცების თქმა მინდოდა ხო მე ხომ მაქვს ჩვევაში ბოლოში რაღაცების თქმა და გადავიფიქრე ახლა კარგით აბა გაკოცეთ ხვალამდე